ყვავილების სამეფო აზიაში. სწორედ იუნანის დედაქალაქ ქუნმინგში ვიმყოფები ახლა მე, რომელიც ნამდვილად ყვავილების სამეფოდ ითვლება. ეს ტოუნანის ყვავილების საგამოფენო დარბაზია ქალაქ ქუნმინგში, ბედნიერ სამყაროში საოცარი მოგზაურობა. წარმოუდგენელი რეალობაა, რომ აქ ყვავილების 1600-ზე მეტი ჯიში ხარობს. დარბაზი დაყოფილია 4 სექციად. შესავალი დარბაზი ისტორია, ინდუსტრია და განვითარება. თითოეული სივრცე ზღაპარში მოგზაურობაა. სურნელოვან სამყაროში რეალობა და ილუზია ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის ყვავილების უდიდესი ინდუსტრიული ქარხანა ჩინეთში, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს ყვავილებით. ტოუნანის ყვავილების ინდუსტრიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ქვეყნის მასშტაბის, ისე გლობალურად. იუნანის მოჭრილი ყვავილების ძირითადი ჯიშებია: ვარდები, მიხაკები, შროშანები, ეუსტომები და გერბერას კვირილები. ვარდები იუნანის მოჭრილი ყვავილების მთლიანი წარმოების დაახლოებით 50%-ს და ქვეყნის ვარდების წარმოების დაახლოებით 70%-ს შეადგენს. წლიური მოსავლიანობა დაახლოებით 9 მილიარდი ღეროა. ორსართულიანი დარბაზი 4-ვე თემატური საგამოფენო ზონის ჩათვლით 1400-მდე კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ამას ქვია მოგზაურობა ყვავილების სამყაროში. აქ 1000-ობით სახეობის ყვავილია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი არის ბუნებრივი და ნამდვილი. ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა 3D, ჰოლოგრაფია და სხვა, საინტერესოდ არის გადმოცემული ყვავილების ინდუსტრიის სრული განვითარების გზა, ტრადიციული კულტივაციიდან აზიის ყვავილების დედაქალაქად ჩამოყალიბებამდე. გამოფენა მოიცავს 117 კატეგორიას და 1600-ზე მეტ ჯიშს, ბაზრის მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონს. გასულ წელს მოჭრილი ყვავილების ტრანზაქციის მოცულობამ 14 მილიარდ ღეროს მიაღწია, ბრუნვამ კი 11 მილიარდ იუანს გადააჭარა.